საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. აი თქვენთან მოვედი ისევ ჩემო მეგობრებო. აი როგორც კი მექნება ამის საშუალება, მე ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით. აი ეხლაც ცოტა უფრო გამომიუმჯობესდა სიტუაცია, რო იტყვიან, ნელ-ნელა დავლაგდი, ავეწყე, უკვე მუშაობაც დავიწყე, რასაც 3 თვეა ველოდები, ჩემო მეგობრებო, ამიტომ აი ასე საღამოობით ყოველთვის ვეცდები რომ ჩაგიწეროთ საჯარო კაშლები. მოდი ახლა დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავარკვიოთ ახლა, რას გაიგებთ მოულოდნელად. არაფერი არ ჩაიფიქროთ სხვა, თქვენთვის მოულოდნელი სასიხარულო ამბავი, რა იქნება ის და დავიწყოთ თქვენი ენერგიებით, რა ენერგიებში ხართ ახლა. მეგობრებო, რა ვქნა, უკვე მეორე საჯარო კაშლა აი ესეთი ენერგიებით იწყება. რას გაიგებთ ახლა და თქვენი ენერგიები, თქვენ ენერგიებში ხართ, ახლა იცით როგორ ენერგიებში ხართ, აი თითქოს და ელოდებით ადამიანს, რომელიც მოვა თქვენთან სიყვარულით, მოვა თქვენთან პასუხისმგებლობით და მოვა რაღაც, აი რაღაცას ელოდებით მეგობრებო, თითქოს ადამიანიდან რაღაცას ელოდებით და ეს იქნება თქვენი ბალანსი და თქვენ ეს ამბავი დაგაბალანსებთ და თქვენ ამისთვის უკან არიხევთ, რომ ამ ყველაფერს მიაღწიოთ. თუმცა ნაწილობრივ დანაკარგებში ხართ. ბედზე ხართ მინდობილი ახლა მეგობრებო, თქვენ ახლა ბედს მიანდეთ თქვენი ცხოვრება რო იტყვიან და ამავდროულად იმყოფებით ტრანსფორმაციაში. აი ამიტომ გაქვთ გაურკვევლობა ახლა თუ კი გაქვთ ჩემო მეგობრებო, აი ამიტომ ხართ გაურკვევლობაში რომ ხართ იმყოფებით ტრანსფორმაციაში და უკვე მესმის თქვენი. კარგით. თუმცა სტაბილურად ხართ თქვენი ცხოვრებით და უფალს ევედრებით, აი რაღაცას უფალს ევედრებით. თითქოს და რაღაც სიტუაციის დატოვება გინდათ და უფალს ევედრებით, რომ ამის ძალა მოგცეთ. რა ენერგიებში ხართ და აი ხმლების ენერგიებში ხართ მეგობრებო. არავის და არაფერს არ იკარებთ. გინდათ ყველაფერი გაანოლოთ, ნოლიდან დაიწყოთ ყველაფერი, ნოლიდან ყველაფერი გააგრძელოთ. თუნდაც არაფრიდან ოჯახი დაიბრუნოთ, ოჯახში დაბრუნდეთ, ოჯახი შეიქმნათ, ოჯახი შეინარჩუნოთ, მოკლედ ოჯახზე ფიქრობთ და თქვენ ხართ ძალიან ოჯახის ადამიანები. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება და თქვენ გინდათ რომ კიდევ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, ან ელოდებით ამ ადამიანს, ჩემო ძვირფასებო. კარგით, ესეთი იყო მოკლე დახასიათება თქვენი და ახლა გავარკვიოთ. გავარკვიოთ ახლა, რას გაიგებთ მოულოდნელად, რა არის ის სასიხარულო ამბავი, რასაც გაიგებთ მოულოდნელად. აი მეგობრებო, გაიგებთ იმას, რომ თქვენ მიდიხართ წინ, გაიგებთ იმას, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება, ფინანსურად, მორალურად, მატერიალურად, დაცულად იგრძნობთ თავს, აი თუ კი რაიმეს ყიდვა გინდათ შეიძენთ, თუ კი რაიმეში თანხა ჩადებით, ეს გაგიმართლებთ. აი მეგობრებო, იმ რთული სიტუაციიდან გამოდიხართ და სტაბილურობაში შედიხართ, რაც აქამდე გქონდათ დაკარგული. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? რა სასიხარულო ამბავს გაიგებთ მოულოდნელად? აი თქვენი სასიხარულო ამბავი. ბევრი თქვენთაგანი სიყვარულზე ფიქრობს, ბრძოლობს სიყვარულზე და აი ამ სიყვარულს მიიღებთ. რაზეც მეგობრებო ძალიან ბევრი იმოგზაურეთო რო იტყვიან ოცნებებში. აი ეს არის, ამას დავარქმევდი ოცნებებში მოგზაურობას. რას გაიგებთ მოულოდნელად? გაიგებთ მოულოდნელად იმას, რომ რაც თქვენია, ის თქვენია და არსად არ წავა. და თქვენ ამბობთ, რომ არავის არ დაუთმობთ და ამისთვის, ზუსტად აი ამისთვის ძალიან ბევრს იბრძოლებთ თქვენ. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? რას გაიგებთ მოულოდნელად? სიყვარულს. მიიღებთ სიყვარულს. აი ესე მიიღებთ სიყვარულს. ვინ როგორ მიყურებთ, მომიტევეთ მეგობრებო, ტელეფონი მაქვს ამობრუნებული, ამიტომ მაპატიეთ, თუმცა სიამოვნო ინფორმაციას თქვენ მაინც გაიგებთ. გაიგებთ იმას, რომ სასიამოვნო იქნება თქვენთვის ის, რომ გაიგებთ, აი ვიღაცას უყვარხართ, ვიღაცა სიყვარულს შემოგთავაზებთ, ვიღაცა სადღაც დაგპატიჟებთ, ვიღაცა სტაბილურად იზრუნებს თქვენთვის. კი და ეს არის ქურუმი ადამიანის სურათი და ანუ თქვენ შესული ხართ, მეგობრებო, ენამებმა მომიტევეთ, თქვენ უკვე გადადიხართ სულიერების
ამაღლებაზე და ამიტომ ძალიან ბევრი სიახლეები დაიწყება და ამ ყველაფერს თქვენ თვითონ დაიწყებთ. კი, ცხოვრებას გააგრძელებთ, აი ესე ნოლიდან თითქოს არაფერი მომხდარა და ძალიან კარგია რომ ასე გააგრძელებთ. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? რა არის ის სასიხარულო ამბავი? ის სასიხარულო ამბავი, რომ ადამიანი იხედება თქვენსკენ, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს და გამოსავალს ეძებს, თუ რა მოგწეროთ, რა მაგარია, მეგობრებო, ადამიანი ფიქრობს იმას, თუ რა მოგწეროთ და როგორ აიღოს პასუხისმგებლობა. აი, ძალიან მიყვარს ეს დასტა. ადამიანი, რომელიც თქვენგან წასულია და ზურგი გაქციათ, ელოდეთ ამ ადამიანიდან შეტყობინებას, ელოდეთ ამ ადამიანიდან რაღაც პასუხისმგებლობის უკვე აღებას, ელოდეთ ამ ადამიანიდან სტაბილურობას, მეგობრებო, რადგან აქ იყო ურთიერთობის ტრანსფორმაცია და ამ ადამიანიდან ელოდეთ ბედის ბორბალს. აი, მეგობრებო, ბედის ბორბალიც. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? რა სასიხარულო ამბავს გაიგებთ? რომ დატრიალდა ბედის ბორბალი. სიახლეები დაიწყება თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მანიპულატორია და მსგავს რაღაცეებს ელოდეთ მისგან მანიპულაციებს. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? რას გაიგებთ მოულოდნელად? იმას გაიგებთ, რომ ეს ადამიანი, რაც არ უნდა პრაქტიკული ცოდნის მქონე იყოს, მაინც ცუდათაა და გაიგებთ ამას, რომ თქვენ მასზე ძალიან დიდი ძალა გაქვთ. კიდევ რას გაიგებთ? გაიგებთ იმას, რომ ეს ადამიანი უფალს ევედრება შველას, რომ სტაბილურად იყოს მის ცხოვრებაში და თქვენთან, მაგრამ ის, რომ ეხლა ძალიან ცუდათაა და ღამე უძილობა აქვს იმის გამო, რომ თქვენთან ბავშვებით იქცეოდა, აი, მეგობრებო, გაიგებთ ამ ყველაფერს. რომ ძალიან ცუდათაა, ამ მკვდარზე ვენოკიო რო იტყვიან. თავისი საქცელის გამო, თავისი მანიპულაციების გამო, მეგობრებო. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? რომ ეს ადამიანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველანაირ ხერხს იყენებს. ის, რომ ეხლა მას აქვს ფინანსური პრობლემები, ის, რომ უნდა რომანტიკის მოწყობა თქვენთან, ალბათ, და უნდა ამ სიძნელებიდან გამოვიდეს. კი, ამისთვის იბრძოლებს. თუმცა ეხლა იმყოფება მარტო. იმყოფება სამკუთხედებში, მაგრამ აიც მარტო. აი, მეგობრებო, აი ეს ხართ თქვენ. თქვენ აიღებთ ძალას, თქვენ გექნებათ ძალა. აი, გაიგებთ იმას, რომ თქვენ ხართ უკვე ძლიერი. აი, იგრძნობთ ამ ყველაფერს, რომ ადამიანი, რომელიც პაუზაში გამყოფებდათ და ადამიანი, რომელიც კარტი გადავარდა, მეგობრებო, ადამიანი, რომელიც ფარული იყო თქვენთვის და თქვენ ამ ადამიანზე არაფერს არასაჯაროებდით, აი, ასეთ ადამიანზე უფრო მეტი ძლიერი ხართ. გაიგებთ ამას? კიდევ, რას გაიგებთ? სამართლიანობა იზეიმებს ამ ადამიანთან. გაიგებთ ამას? კიდევ რას გაიგებთ? ეს ადამიანი ეცდება თქვენთან, მეგობრებო, რაღაც კომუნიკაციის დამყარებას, თითქოს საუბარს და სამყაროს ჩარევით. კი, და უკან არ დაიხევს. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად? იმას გაიგებთ, რომ ამ ადამიანს ძალიან უყვარხართ, ამ ადამიანს უნდა რომ თქვენთან ბედი დააკავშიროს და ამ ყველაფრისთვის იბრძოლებს და გამოვა ესე თავისი აღმართული ბარიერებიდან. შემოძვირფასებო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის მიუწვდომელი მზე, ვარსკვლავი, საოცნებო ადამიანი, რომელიც სადღაც არის თავისთვის შვიდად, წყნარად გაწონასწორებული, დაბალანსებული, არაფერი არ აღელვებს, არაფერი არ ადარდებს, არაფერზე არ ნერვიულობს და აი ესეთი ადამიანები ხართ მისთვის, მეგობრებო, და ამიტომ იყავით ისეთები, როგორებიც ეხლა ხართ, ანათეთ და იკაშკაშეთ. კიდევ რას გაიგებთ მოულოდნელად და ესეთი ადამიანი ხართ მისთვის. აი, მეგობრებო, ესეთი მშვიდი და გაწონასწორებულები. გაიგებთ იმას, რომ ეს ადამიანი თქვენთან მოვა და შემოგთავაზებთ ურთიერთობის დაბალანსებას, მეგობრებო. ურთიერთობის დაბალანსებას, რადგან თქვენ ხართ მისთვის საოცნებო, პრაქტიკული ადამიანი, თბილი მოსიყვარულე და თქვენ ამ ყველაფერს გრძნობთ. თქვენ იცით, რომ ის ადამიანი მოვა თქვენთან. თქვენ ძალიან კარგად იცით და თქვენ მას ელოდებით. ასე რომ ელოდეთ, მეგობრებო, არანაირი ნაბიჯი არ გადადგათ. თუ კი რაიმე უცებ შემოგაწვებათ დარდი, ეს ყველაფერი როგორმე გააკონტროლეთ და ელოდეთ ამ ადამიანიდან ნაბიჯებს და აი მსგავს რაღაც საქციელებს. ასე რომ ამ ყველაფერს გაიგებთ თქვენ სულ მალე, მე კი გელოდებით კომენტარებში. დიდი მადლობა ყველას.